მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით ტელემაყურებელს. მოკლედ შერჩევის პრინციპი იყო ძალიან მარტივი, რატომ ნაძალადების რაიონი, რატომ არა მაგალითად ისნის რაიონი. ხო, მოკლედ ერთ-ერთი ესეთი დავინტერესდი, რამდენად ხარისხიანად ყვებავენ უფასო სასადილოში სოციალურად დაუცველებს და რატომ იყო ამის ინტერესი, იცით? იმიტომ რომ როდესაც ტენდერები ჩატარდა, ყველა ტენდერში მონაწილე კომპანიამ და ეს 4 კომპანია არის სულ არც ერთმა კომპანიამ შემოთავაზებული ფასი რაც იყო მერიიდან არც ერთი თეთრი არ დააკლო. არ დააკლო, იმიტომ რომ კონკურენტი არ ყავდა. ანუ ფაქტობრივად კობახიძე ეს კარტელურ გარიგებას რო ახსენებს, აი თუ ვინმე ჩახედავს აი ამ ტენდერებს, რომელიც შევისწავლე და ძალიან ნათლად ჩანს კარტელური გარიგება. ანუ 4 კომპანიამ გადაინაწილა თბილისის 10 რაიონი და უკონკურენტუები არიან. ანუ ფაქტობრივად ფასი არ აკლდება. ფასის დაკლება კიდევ უფრო სხვა მიმართულებითაც არის, ეს არის როცა ფასი რომ დააკლოს, ანუ ის ლარი და 70 რაც არის დაპირებული, ისიც ვერ იქნება, ხო? ანუ ტენდერში მონაწილე კომპანიამ რომ ფასი დააკლოს, ანუ რეალურად რომ კონკურენცია წარმოიშვას. ანუ ძალიან დაბალი თანხა არის შეთავაზებული სოციალურად დაუცველთა კვებისთვის. ასევე კარგად რომ გაიგოს მოსახლეობამ, ლარი და 70 არ არის სრულად ის თანხა, რაც კვებაში იხარჯება. ამ ლარი და 70-ში შედის ინფრასტრუქტურა, ხელფასები, გადასახადები, კომუნალურები, აი აბსოლუტურად ყველაფერი და მხოლოდ და მხოლოდ კვების თანხა გამოდის სადღაც ლარი და 10, ლარი და 11 დაახლოებით ესე. და შესაბამისად დავინტერესდი, რომ მაგალითად 2023 წელს რა თანხაც იყო კვებაში 2026 წელსაც იგივე თანხა არის. ანუ როგორ შეიძლება, რომ ერთი და იგივე თანხით 2023 წელსაც და 2026 წელსაც ერთი და იგივე რაოდენობის ადამიანი გამოყვებო. ფიზიკურად შეუძლებელი, იმიტომ რომ გაძვირდა. შესაბამისად, მოგება რომ ნახოს კომპანიამ და უღირდეს ტენდერში მონაწილეობა, უნდა მოიტყუოს ხარისხში და უნდა მოიტყუოს ულუფაში. და უბრალოდ მივედი ნაძალადების რაიონის ერთ-ერთ სასადილოში და ვნახე რა პირობებში მზადდება. ანუ ნახეთ, ხელშეკრულებაში უწერი რომ მინიმუმ 50 კვადრატი უნდა კონდეს ფართი, რომელშიც განთავსებული უნდა იყოს. და აი ამ საშინელ პირობებს კიდევ ერთი საშინელი პირობა ის ემატება, რომ დილის 10 საათზე რომ მიხვიდეთ აი ამ ყინვაში გარეთ დგანან სოციალურად დაუცველები, ანუ შიგნი არ უშვებენ. გარეთ დგანან და გარეთ ეს რაღაცა ესეთი სარკმელი არის ეს გამოჭრილი და იქიდან ესე გამოაწვდიან აი აქ მომზადებულ პროდუქციას ამ ყინვაში, ზაფხული რო არის მძიმე სიცხეში, შემოდგომის პერიოდში, წვიმაში, ანუ გარეთ დგანან ეს ადამიანები. ეს მდგომარეობა არის 10-ვე რაიონის უფასო სასადილოებში. ანუ ყველგანის მდგომარეობა არის. შეგნებულად არ ვახსენებ კომპანიას. და რატო? კომპანიის ხსენების შემთხვევაში, როგორც კალაძეს ჩვევია, ყველაფერს გადაიტანს კომპანიაზე. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც კომპანიას არ ვახსენებ, ოღონდ ეს კომპანია არ არის კარგი რეპუტაციის, მინდა გითხრათ და მხოლოდ ამ რაიონში არ არის, კიდე სხვა რაიონშიც აქვს და კომპანიის გარდა ბრალეულობა არის გამგეობის, იმ გამგეობამ, რომელმაც ხელშეკრულება გაუფორმა. ანუ ხელშეკრულებაში კომპანიას წინასწარ აქვს ვალდებულება, რომ წარმოადგინოს შენობა ნაგებობები სად იქნება განთავსებული უფასო სასადილოები. და გამგეობის არც ერთ თანამშრომელს არ გაუჩნდა აზრად და მით უმეტეს იმ სამსახურს, რომელიც ამაზეა პასუხისმგებელი, ეს არის საფინანსო სამსახური, რომელიც შესყიდვებს აწარმოებს და ეს არის სოციალური განყოფილება, არ გაუჩნდა არც ერთ აზრად ის, რომ მისულიყო და ადგილზე ენახა რა პირობებში უნდა მომზადდეს სოციალურად დაუცველთა საკვები. ანუ ეს არის ახლა ჰასპი და აისოს აკმაყოფილებს, ახლა აი ეს სასადილო ეს არა და ხელშეკრულებაში წერია, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს. მაგრამ რატო არ მივიდა? იცით, იმიტომ არ მივიდა, რომ გარიგებულები არიან, დალაგებულები არიან და კიდევ ერთხელ ვიძახი, კარტელური გარიგება. ანუ ეს კომპანია უნდა იყოს და შესაბამისად არავინ არ დაინტერესდა, რომ მივიდეს და შეამოწმოს ადგილზე რა პირობებში იკვებებიან ესა და ანუ სად მზადდება საჭმელი. მაშინ, როდესაც გამგეობის თანამშრომელი ვალდებულია, აი აქ მივიდეს და შეამოწმოს ყოველკვირეულად, ყოველ თვეში, ორ კვირაში ერთხელ რაღაცა გარკვეული მონიტორინგი უნდა აწარმოოს. და ამის გარდა აქ ასევე არ არის უსაფრთხოების ნორმები დაცული. ანუ ესეთ დაბალჭერიანში, ესეთ იმაში აქ საერთოდ გაზი როგორ არის საერთოდ შეყვანილი, რაზეც აკეთებენ აქ
თბილისი ენერჯიც უნდა მივიდეს და შეისწავლოს რამდენად კანონიერად არის აქ შეყვანილი გაზი, იმიტომ რომ ხალხო აქ შეიძლება არ ჩანს კარგად ძალიან პატარა სივრცე არის და აი ამ პატარა სივრცეში რაღაცა ნებისმიერი ინციდენტის შემთხვევაში ძალიან ცუდად დასრულდება. ზოგადად კალაძე დარწმუნებული ვარ, საერთოდ არც იცის არც ერთი მისამართი სად არის განთავსებული უფასო სასადილოები. ეხლა რომ საუბრობდი, გამახსენდა თქვენ თქვენს გახსოვთ ალბათ ერთ-ერთი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში პირველი არხის ეთერში თუ არ ვცდები ლაშა ჩხარტიშვილმა რომ მიაწოდა ის საკვები რითიც იკვებებიან ხომ ბენეფიციარები და რაღაცა ხელი კრა კალაძემ რაღაცა ესეთი პერფორმანსი მოაწყო პირველი არხის ეთერში. ეხლა გამახსენდა როდესაც საუბრობთ სწორედ სასადილოებთან. ეხლა არასაარჩევნო პერიოდი არის ეს აი როგორ გითხრათ იცით გამგეობა არასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას. ანუ ის რომ კომპანიას შეიძლება კონდეს რაღაცა მიდრეკილება იქითკენ რომ რაღაცა მოაკლოს, სადღაც ფული გააკეთოს, სადაც მეტი დარჩეს, ეს გასაგებია, მაგრამ სად არის აქ მერიის პასუხისმგებლობა, სად არის აქ რაიონის გამგებლის პასუხისმგებლობა და იმ თანამშრომლების პასუხისმგებლობა, რომლებიც ვალდებულნი არიან შეამოწმონ, ანუ მონიტორინგი გაუკეთონ ხელშეკრულებას, რომელი ხელშეკრულებაც თვითონ დაუდეს. აი ამ პირობებში მომზადებული საჭმელი მე ასევე ეს ეთერით მინდა ვისარგებლო და მივმართო სურსათის ეროვნულ სააგენტოს რომ მივიდეს და შეამოწმოს იქ მომზადებული საკვები რამდენად აკმაყოფილებს საქართველოში დადგენილ სტანდარტებს. ანუ არ შეიძლება უბრალოდ ესეთ პირობებში მოამზადოს საკვები და აჭამო მოსახლეობას. ანუ ყოვლა წარმოუდგენელია მსგავსი რამ და ამით უნდა დაინტერესდეს, რა თქმა უნდა, სურსათის ეროვნული სააგენტოც. უნდა ვიცოდეთ, რაში იხარჯება ჩვენი ფული და ეს ჩვენი ფული, რომელიც იხარჯება, უნდა მოხმარდეს ჯერ ის მცირედი, რაც არის, ეს მცირედი უნდა მოხმარდეს სოციალურად დაუცველებს და მიიღო ნორმალური საკვები. ანუ ეს სოციალურად დაუცველ ოჯახებში რაღაცა წარმოდგენა აქვს, თუ თითქოს მაინდა-მაინც რაღაცა ხანდაზმული ადამიანი უნდა იყოს. ბავშვები არიან, ბავშვებიც ჭამენ ამ საჭმელს, აი აქ მომზადებულ საჭმელს. აი ხა შეიძლება ეხა გამოვიდეს რომელიმე გამგეობის თანამშრომელი და თქვას რომ ეს რაღაცა დარჩენილი საკვები არის და წარმოადგენთ თქვენ რომ ეს დარჩენილი საკვებს აი ესე ღიად ტოვებენ რომელიც სპეციალური წესი არის ამის ასე ვთქვათ გადაყრის ანუ სპეციალური წესია როდესაც საკვები რჩება მისი ასე ვთქვათ გატანა მისი გადაყრა მისი ამას თავისი წესები აქვს ანუ ეს ღიად აი ამ პირობებში უბრალოდ არ შეიძლება სიტყვები აღარ არის ამის აღსაწერა თუ რა ხდება აქ ძალიან მარტივია შეხედავ რა პირობებში მზადდება პროდუქტი ანუ რაღაცა ნახევრად სარდაფია არანაირი ის აი საქართველოში რა ნორმებიც გვაქვს არც ერთ ნორმას არ აკმაყოფილებს აქ საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი რაღაც ISO სერტიფიკატებზე და რაღაცა HACCP-ის ანუ აი საერთოდ ამეებზე ნუ ვილაპარაკებთ არ არსებობს ეგეთი რაღაც აი აქ რასაც უყურებთ კი ბატონო და ბესობოლო კითხვა მინდა დაგისვა სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა ახალი მონაცემები და გითხრა რომ ქვეყანაში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი სადღაც 251 ლარს ზუსტები რო ვიყოთ შეადგენსო ეს მაჩვენებელი წინა წლის დეკემბერთან შედარებით 20 ლარით მეტია თუმცა 2025 წლის ნოემბერთან შედარებით 4 ლარ ნახევრით ნაკლებიაო 2025 წლის დეკემბერში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 251 ლარს შეადგენდა ნოემბერში ეს ფასი 255 იყო. რას გვეტყვით აი ამ ცვლილებასთან დაკავშირებით? სასაცილო მდგომარეობაში არის უკვე სტატისტიკის ეროვნული სააგენტო. ეს არის საჯარო სამსახური, მთავრობას დაქვემდებარებული. პრემიერ-მინისტრი ნიშნავს ხელმძღვანელს ამ უწყების და შესაბამისად იწერება ისეთი ციფრები, რა ციფრებიც უნდა კობახიძეს. ანუ ეს ციფრები უნდა ემთხვეოდეს კობახიძის ეკონომიკურ ზრდას. ძალიან მარტივი არის. ხოლო თუ გვინდა გავიგოთ რამდენი არის რამდენი ჭირდება ოჯახს, ეს არის ძალიან მარტივი, ხო? თითოეულმა ჩვენთაგანმა ვნახოთ რამდენი ჭირდება თვეში რაღაცა 4 სულიანი ოჯახის გამოსაკვებად და ამის ნათელი მაგალითი არის რა დევს მაცივარში და როგორ იხარჯება ეს თანხები, ასე რომ სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ციფრები ჩემთვის პირადად არის რაღაცა ერთი თაღლითური ციფრი, რომელიც მორგებული არის კონკრეტულ მიზნებზე და პროპაგანდაზე
რომ თითქოს საქართველოში ეს 250 ლარი საკმარისია იმისთვის, რომ გამოიკვებოს ადამიანი, ერთი ადამიანი ერთ სულზე, წარმოუდგენელი არის უბრალოდ, ეს არის გაყალბებული მონაცემები, ეს არის მონაცემები, რომელიც სჭირდება ყობახიძეს თავისი სტატისტიკისთვის. კი ბატონო. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა ბესო, ბესი ქონაძე იყო ჩვენი ეთერის და სტუდიის სტუმარი. დღევანდელი დღის ამბები 4-ზე კი ამით